გადავხედოთ გასული წლის მთავარ მოვლენებს. გასული წლის საჯარო სკანდალებში არ უნდა გამოგვრჩეს ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება, რომელიც საბიუჯეტო კანონმდებლობაზე უთანხმოებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის დოუჯი ამერიკის ბიუჯეტის დაზოგვასა და ბიუროკრატიის შემცირებას ცდილობდა, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ბიუჯეტი კიდევ უფრო ზრდიდა სახელმწიფო დანახარჯებსა და ვალს. ეს განსხვავებები კი ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ტრამპმა და მასკმა ერთმანეთზე ბევრი ინტრიგა გააჟღერეს საჯაროდ, თუმცა საბოლოოდ ისინი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გვერდიგვერდ ვიხილეთ. გასული წლის სკანდალებს შორის ჩვენი მაყურებლისათვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა შეერთებული შტატების ჰუსიტებზე თავდასხმის საიდუმლო გეგმა, რომელმაც შემთხვევით გაჟონა. ჟურნალ ატლანტიკის მთავარი რედაქტორი ამერიკის მაღალჩინოსნების დახურულ ჩატში აღმოჩნდა, სადაც ტრამპის კაბინეტის წევრები იემენზე შესაძლო თავდასხმის გეგმას განიხილავდნენ. ჩატის აუთენტურობა თეთრმა სახლმა დაადასტურა და ამ ინციდენტს რამდენიმე მრჩევლის გათავისუფლებაც მოყვა. ცნობისთვის, ამ თემაზე ჩვენი ვიდეო 90,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამიტომ არ გამოდავოთ. ყველაზე სარისკო და ეფექტური თავდასხმა 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე განახორციელა. ექსპერტები დიდი ხანი საუბრობდნენ, რომ ირანი ურანს ამდიდრებდა ატომური იარაღის შესაქმნელად. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კი ეს პრობლემა საჰაერო თავდასხმით გადაჭრა. ირანის მხრიდან იყო საპასუხო იერიშის მუქარა, მაგრამ ამას შემდგომი ესკალაცია არ მოჰყოლია. სამაგიეროდ ესკალაცია მოყვა აპრილში ფაჰალგამში ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში თავდასხმას, რომელსაც 26 ინდოელი ტურისტი ემსხვერპლა. ამ ინციდენტმა კი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული მრავალწლიანი დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის განახლებულმა შეტაკებებმა საერთაშორისო საზოგადოება შეაშფოთა, თუმცა მხარეები დაზავდნენ და კონფლიქტი აღარ გამწვავებულა. ამასობაში პაკისტანმა საუდის არაბეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა. ამით პაკისტანს საუდის არაბეთის ფინანსების გამოყენების საშუალება მიეცა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ხოლო საუდის არაბეთმა მიიღო ბირთვული უპირატესობა ბირთვული იარაღის გარეშე. ეს დამიჯი კი მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ჰამასის ლიდერებზე კატარში, რასაც ადგილობრივი მსხვერპლი მოჰყვა. ეს კი იმ დროს, როცა კატარი ისრაელსა და ჰამას შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებას ცდილობდა. ამ ინციდენტმა საერთაშორისო და განსაკუთრებით შეერთებული შტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკის რეპუტაციისათვის სულ არ იყო სასარგებლო მის სამხედრო პარტნიორ კატარში ისრაელის ბომბის ჩამოვარდნა. ამის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს ბოდიშის მოხდაც მოუწია თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. საბოლოოდ 2025 წელს ისრაელი და ჰამასი დაზავდნენ. ძევლები და პატიმრები დაბრუნდნენ სახლში, ცეცხლი შეწყდა და ისრაელი დათანხმდა ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას.